კარგად უნდა ავხსნათ, მეგობრებო, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი დასაწუნი ხშირ შემთხვევაში არ მოსაწოლით უგრებავთ ასე ვიტყვი საკრიტიკო გარკვეულ შემთხვევებში მისი განცხადებების ნაწილი ტრამპ მოყვარულებსაც კი შესაძლოა არ მოსწონთ, არ ამხელენ, მაგრამ შესაძლოა არ გამოურიცხავ რომ არ მოსწონთ, მაგრამ როგორიც არის ტრამპი ის უნდა ავხსნათ და იმ ტრამპს როგორიც არის მე არ მინდა თქვა რომ უნდა მოვერგოთ მეთქი, მაგრამ არც იმის თქმა არ მინდა რომ უნდა გავუგოთ მეთქი, მაგრამ ის ტრამპი განა ყველაფერში დასაწუნია, ყველაფერში საკრიტიკოა, ეს კითხვა კი უნდა დავსვათ. აქვე გეტყვით რომ არა მხოლოდ საქართველოში არიან ტრამპ მოძულეები, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული ხალხიც არის ტრამპ მოძულეები, განა არა, ვინც საკმაოდ არგუმენტირებულად აკრიტიკებს 47 პრეზიდენტს და მის პოლიტიკას, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ხშირად არ ვიცი, გარკვეულ შემთხვევებში კრიტიკას საფუძველი როგორც ასეთი, ჩემი აზრით არა აქვს, ყურიდან მოთრეულია კრიტიკა. აი მაგალითად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, რომ ვიცოდეთ, მაინც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. საფრანგეთის მასშტაბით მნიშვნელოვანია, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით რასაკვირველია არ არის. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პრეზიდენტი კლემანს გეტე დონალდ ტრამპს ღიად უპირისპირდება და ნატოდან საფრანგეთის გასვლას ითხოვს. ცხადია, საფრანგეთი მას არ დაუჯერებს, მაგრამ ის რომ პირველი მოადგილე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე საფრანგეთის პარლამენტისა ამგვარ განცხადებას აკეთებს, უკვე მრავლის თქმელია და ამ ქალბატონის პოზიცია უნდა დავიწუნოთ და გავაკრიტიკოთ, მაგრამ მასაც უნდა მოусპიროთ. ნახეთ რას ამბობს. ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში სახელმწიფო მეთაურს იტაცებს. ეს სახელმწიფო მეთაური დემოკრატი რო ყოფილიყო, ადამიანის უფლებათა დამცველი რო ყოფილიყო, თავისუფლების სადარაჯოზე რომ ყოფილიყო, ვენესუელელი ხალხის წარსულის, აწყოს და მომავლის მტერი რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში გასაგები იქნებოდა რომ ეს განცხადება ქალბატონი კლემენს გეტესი იქნებოდა ადეკვატური, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ მადუროზე, ჩვენ ვლაპარაკობთ 21 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორზე, კაცზე, რომელმაც 20-25,000 ვენესუელელი მოკლა, რომელსაც 800 და ალბათ მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდა, რომელსაც სიკვდილის ბრიგადები ჰყავდა, რომელსაც ჰქონდა ნარკოტრაფიკი, ნარკოწარმოება და კატასტროფას ამ მიმართებით აკეთებდა ვენესუელაში, რომელიც აკონტროლებდა და აკონტროლებდა, ესე უნდა ვთქვა, აბა როგორ უნდა ვთქვა, ნავთობის დიდ რაოდენობას და იყო და ეს ნავთობის დიდი რაოდენობა, რასაც აწარმოებდა ვენესუელა, არ ხმარდებოდა საზოგადოებას. იყო საშინელი ბანდიტური, იყო და არის საშინელი ბანდიტური სახელმწიფო. ახლა ნელ-ნელა გამოსწორების გზაზეა, რასაკვირველია, მაგრამ მაინც. ქალბატონი კლემენს გეტე კი მაინც ამას ამბობს. ტრამპის მიერ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატები ხარს უჭერდა და უჭერს სამხედრო დახმარებას უწევს გენოციდს პალესტინაში. ძალიან საკამათო თემაა. იმიტომ რომ იქ ასე ცალსახად არ არის რომ პალესტინაში ხდება ეს ყველაფერი. აბსოლუტურად მესმის ოღონდ მოქალაქეებისა, ვინც ამბობს რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვის არა იმდენად შეერთებული შტატები, რამდენადაც ისრაელი, მაგრამ ისრაელს უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. იქ ხო ჩვენ ვიცით რომ იყო ჰამასის პრობლემა. იქ ხო ჩვენ ვიცით რომ იყო სხვა ტერორისტული დაჯგუფებების პრობლემა. მათ შორის ირანის მიერ გამოკვებილი ტერორისტული დაჯგუფებების პრობლემა, რომლემაც აიფარეს წინ პალესტინელი ხალხი და ოღონდ აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ნაკლები მსხვერპლით კი არა, უმსხვერპლოდ უნდა ჩატარებულიყო. და იქ იყო რასაკვირველია ადამიანის უფლებათა ტოტალური დარღვევები, რომელსაც რასაკვირველია ვერ მოიწონებ, გინდა ტრამპი იყოს და გინდა მამაღბერთი. მაგრამ ესე ცალსახა პროპალესტინური არა, პროპალესტინურია თითქოს, მაგრამ პროჰამასური განცხადების გაკეთება არა სწორია. ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატები ბომბავს ხალხებს საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით, კარგად არ მესმის. ლაპარაკია ვისზე? ირანზე? ირანში ხალხები თუ ხალხი კი არ დაიბომბა ირანის ბირთვული პროგრამა. ახლა ისე როგორც არასდროს დგება ნატოში საფრანგეთის მონაწილეობის საკითხი, ოფს.
სამხედრო ალიანსის, რომელსაც სათავეში უდგას და ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატები. საფრანგეთი ცხადი არ გავა ნატოდან და პრეზიდენტი მაკრონი ან ნებისმიერი სხვა ლიდერი დასაკვირველი არ დაუჯერებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, მაგრამ ეს განცხადება საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან არის როდის ვიხდი დასაკვირველია ქოცობა. აი ქოცი რომ იყოს, ქართულ სინამდვილეში რომ იყოს ეს მაღალი ალბათობით მემარცხენე პოლიტიკური გემოვნებისა და პოლიტიკური ორიენტაციის კალბატონი, ხო, ის უთუოდ ქართული ოცნების წევრი იქნებოდა, ნინო წალოცილოსანის დაქალი იქნებოდა მერქი, ვიტყვი ასე. მე წარვადგენ რეზოლუციას, ამბობს ის, რომლის მიზანია საფრანგეთის ნატოდან გასვლის დაგეგმა, პირველ ეტაპზე კი მისი ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოსვლა წარადგენს და დამარცხდება. ესე შეუძლია ნებისმიერი სხვა არაადეკვატური რეზოლუცია შინაარსის არაადეკვატური რეზოლუციაც კი წარადგინოს. მაგრამ ამ ქალზე ხო არ ვლაპარაკობთ ახლა. ჩვენ კარგად უნდა ავხსნათ როგორია ტრამპი და პირველ ყოვლისა ისევ უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო სამართალი მორღვეულია. თქვენ გესაუბრებით საბოლოო ჯამში. მორღვეულია განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, ჩემი აზრით. მორღვეული 90-იანი წლებიდან, როდესაც KGB-მ დაგეგმა რევანში და საბჭოთა კავშირის აღდგენა და KGB არ ჩაკლა მაშინდელმა დასავლეთმა ბუში უფროსის, უკვე შემდგომ კლინტონის, მათ კიდევ ახსენებ და ევროპაში არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად შრიოდერის, ან უკვე შემდგომ მერკელის გერმანიამ და ბრიტანეთში რამდენი პრემიერ-მინისტრი იყო, ნუ ხარ ჩამომასახელებინებთ ახლა ყველას ვერც გავიხსენებ, ასე უნდა ჩავხედო. ხო, ტონი ბლერის ასე მაგალითად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვათა და სხვათა ბრიტანეთმა და ევროკავშირზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ კონტინენტურ ევროპაზე, იქაც ძალიან ბევრი ლიდერი იყო, მათ შორის საფრანგეთშიც. საერთაშორისო სამართალი მორღვეულია მინიმუმ ასე ვიტყვი 2008 წლიდან, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. აქამდე ყველა ლიდერი, მაგალითად შეერთებული შტატებისა 2008 წლიდან მყოფები ვინც არიან, 9 წლიდან. ობამა, თუნდაც ბუში უფროსი ობამა. უკვე შემდგომ ობამას შემდეგ ვინ ხდება პრეზიდენტი? პრეზიდენტი ტრამპი. თუმცა მას ვერ დავაბრალებთ რაღაც განსაკუთრებულ სიმპათიებს რუსეთთან მიმართებაში პირველი კადენციის დროს, სხვა თუ არაფერი მართლა იარაღი გადასცა, ჯაველინები გადასცა უკრაინას. უკვე შემდგომ პრეზიდენტი ბაიდენი. როგორები იყვნენ იცით? ელაპარაკებოდნენ რუსეთს და ეუნებოდნენ და ხვეწებოდნენ, რომ იქნება და დაუბრუნდეს საერთაშორისო ფორმატებს. იქნება და ვილაპარაკოთ საერთაშორისო სამართალზე. აი იმ კონვენციას ახარ მიერთებული და შენ შემთხვევით შემოგერღვა ის კონვენცია და მოდი ახლა შევრიგდეთ, დავწდეთ, დავალაგდეთ. ოკეი, გაქვს შენ კანონიერი ინტერესი, ჩვენ ახუშფოთდებით, შევშფოთდებით და ასე შემდეგ, ის გაგივა, მაგრამ აი მეორეჯერ აღარ დაარღვიო რამე. და რუსეთი ყოველ ამგვარ შემოტევას ბჭყალებში თუ აწყდებოდა, ყოველ შემდეგ ჯერზე კიდევ ერთხელ და კიდევ მეტად არღვევდა საერთაშორისო დღის წესრიგს, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, საერთაშორისო უსაფრთხოებას, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2008 წელს მოხდა 2014 წელი. ისევ და ისევ 2008 წლის დაუსჯელობის გამო განებივრებულმა გათავხედებულმა რუსეთმა 2014 წელს შეუტია უკრაინას და ობამას ადმინისტრაციამ თქვა, რომ გთხოვთ არიომოთ რა. არ გვინდა ეხლა რუსეთთან დაპირისპირება, ესეთი ძლიერი სახელმწიფოა, ბირთვული ბომბი აქვს. და აქედან გამომდინარე რაღაცა ჩვენთვის ძღინკიანი, მოდიში, ასე უნდა ვთქვა, ასე უნდა მოვთარგმნო ობამას და საერთოდ დასავლეთის მესიჯი. ყირიმის ნახევარ კუნძულის გამო, სადაც ხოლმე შორის რუსული ფლოტი სადგას, განა არა? გთხოვთ მაინც და მაინც ნუ დაუპირისპირდებით რუსეთს. და მთელი მსოფლიო არ დაუპირისპირდა, უკრაინაც არ დააპირისპირეს რუსეთთან. ამით გათამამებულმა რუსეთმა 14-დან 20-21-22 წლამდე სრული ინტერვენცია მოახდინა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში. 22 წელს დაიწყო ომი. 2022 წელს ჯერ კიდე ბაიდენია პრეზიდენტი, არ დაგავიწყდეთ. იქაც წავიდა ეს გაუთავებელი იქნება და მოვილაპარაკოთ. არ ელაპარაკებოდა ბაიდენი. არ შეხვედრია გულახდილებით თუ ვიქნებით პუტინს, მაგრამ აი ვილნიუსსა თუ ვარშავაში გამოდიოდა და
ამგვარ რამეს ამბობდა, სადღეგრძელო იყო მეთქი ამას ვიტყვი. გარკვეულწილად სადღეგრძელო. ამგვარ რამეს ამბობდა, რუსეთი უნდა დამარცხდეს და უნდა დამარცხდეს, გადაყვა უკრაინა 23 წელს უნდა დამარცხებულიყო. რუსეთი ბაიდენის ადეკვატური რო ყოფილიყო ზოგადად შეერთებული შტატები, მეტი და მეტი იარაღი რომ მიეცა, რაღაცა ფორმები რომ ეფიქრებიდა იარაღის მიცემისა, მეტი და მეტი ძალისხმევისათვის რომ მიემართა რუსეთის უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის დამარცხებისათვის და ბაიდენი გაიჭედა 44 მილიონი რჩებოდა 61 მილიარდი რჩებოდა 61 მილიარდიდან რომელიც უნდა გამოეყო შეერთებულ შტატებს უკრაინისათვის და 8-10 თვის განმავლობაში აწვალეს უკრაინა წარმოიდგინეთ გაჭედა არანაირი დახმარება არ მიდიოდა ახლა ბევრი თქვენგანი იტყვის ახლაც არ მიდის დახმარება ახლა მიდის დახმარება ოღონდ ტრამპი რომელიც ყველაფერზე ლაპარაკობს დილ გარიგება მორიგება ვაჭრობა სარგებელი და ასე შემდეგ ნატოს ხაზით აწვდის ამ იარაღს და სადაზვერო ინფორმაციებს და პირველ ყოვლისა იარაღს დასაკვირველია უკრაინას თავზე საყრელი აქვს იარაღი მეთქი ამას არ ვამბობ მაგრამ საკმარისი აქვს ადგილობრივი წარმოება 40%-ია დასავლეთის მიერ ხელშეწყობილი ადგილობრივი წარმოება ხოლო ტრამპი არის ამგვარი დასაწუნი ტრამპი ოკეი საკრიტიკო ტრამპი ოკეი განსხვავებული რომ არის ბაიდენისაგან იმიტომ აკრიტიკებს კრიტიკოსთა უმრავლესობა მას საფრანგეთი უნდა გავიდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციიდან ეს ამბობს საფრანგეთის ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი ეს მაშინ როდესაც ამერიკელებმა ვიტკოფმაც კი რომელიც მე არ მომწონს გულახდილად გეტყვით მომწონდა უფრო რუბიოს მომხრე ვიყავი და ვარ ვიტკოფმა საჯაროდ შეაქო ამ ქალბატონის ვიცე-სპიკერის პრეზიდენტი მადლობა რომ ხართო ამ 3 დღის წინ არა მე იქით არ მიმყავს დასაკვირველია საუბარი რომ ვიცე-სპიკერი საფრანგეთის პარლამენტისა რუსებთან ირიბად არის შეკრული დასაკვირველი არანაირი უფლება არ მაქვს ინფორმაცია ცნობაც არ მაქვს არც მსმენიას არ პირველ გავიგე ამ ქალის სახელი თლად გულახდილები თუ ვიგნებით მაგრამ ამგვარი დაუფიქრებელი განცხადებების ავტორი როცა არის ნინო იაწილოსანს გავაკრიტიკებთ ხოლმე ნინიკო წილოსანს რაღაცა უთქვამს დღეს ჩამიგდეს მორიგი სიგიჟე სისულელე და რაიდინო წილოსანს ვაკრიტიკებთ თქვენ გონიათ ტაბუდადებულები არიან ცალკეული ევროპელი ლიდერები ან ევროპელი პოლიტიკოსები ან ევროპელი თუნდაც ამერიკელი ექსპერტები რომლებიც აი კამალა ჰარისმა რამე რო თქვას როგორ გონიათ კამალა ჰარის არ გავაკრიტიკებთ თქვენთვის თორე კამალა ჰარის ჩემი სიტყვა რასაკვირველი არ მიუვა და რომ მიუვიდეს მარცხენა ფეხზე კიდია რასაკვირველია არც ვერაფერს ვერ დავაკლებ არც ამ ქალბატონს როგორიც არის ვიცე-სპიკერი საფრანგეთისა არც კამალა ჰარის და ნინო წილოსანსაც კი ვერაფერს ვაკლებ ასე უნდა ვთქვა ტრამპი არის ამგვარი ეხლა ნახეთ რა დაიწყო მან თქვა რომ საერთაშორისო სამართალი რაღაცა არ არსებობს რაღაცა რამდენიც არ ვეხვეწებით რუსეთს დაუბრუნდეს ის საერთაშორისო სამართალს დაიცვას საერთაშორისო სამართლის წესები და ასე შემდეგ ამას არ ასრულებს და თამამდება და თავხედდება ამასობაში სულ უფრო და უფრო მოდი იქნება და შევცვალოთ სტრატეგია და რუსეთის მოგუდვა როგორც ასეთი დავიწყოთ საერთაშორისო სამართალს ვინც მისტირის ძველს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბებულს ომის შემდგომ ჩამოყალიბებულს ვინც მისტირის ისინი ეუბნებიან ეხვეწებიან რომ გთხოვ ნუ ვაკეთებ ამას აღარ არსებობს არადა სწუხილი ბოსმის არის გრენლანდიასთან დაკავშირებით ხალხო რატო სწუხართ ამ გრენლანდიასთან დაკავშირებით რა საკვირველია აქვე ჩამოვდივარ სანეძლაოს რომ ტრამპის შეერთებული შტატები გრენლანდიას არ დაიპყრობს ხაზგასმით მინდა ვთქვა თუმცა ამგვარი განცხადებები თუნდაც დავარქვათ არ მომერიდება გავაკრიტიკოთ ტრამპი შანტაჟის ენით საუბარი დანიასთან რასაკვირველია მოსაწონი არ არის მაგრამ ამგვარი განცხადებებით და განცხადებებიც რიტორიკაც პოლიტიკის ნაწილია ტრამპი მიიყვანს ევროკავშირს ზოგადად და კონკრეტულად დანიას იქამდე რომ ეს კუნძული და უზარმაზარი ვეება კუნძულია გამოიყენონ ერთად იმიტომ რომ თუ ერთად არ გამოიყენებენ ამ კუნძულზე ესკიმოსებთან ასე უნდა გითხრათ მაინც და მაინც თუ ეს არის სათქმელი შევლენ გაგიკვირდებათ და ვინ შევა რუსები არქტიკის დაუფლება არქტიკაში უფრო სუყეს წარმოდგენა არქტიკის დაუფლება მოდი ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით რუსებისა და ჩინელების
სასიცოცხლო ინტერესებშია 21 საუკუნეა ხალხო. მე-19 საუკუნე კი არ არის. და ამერიკა ბრუნდება საერთაშორისო ასპარეზზე მათ შორის კი არა პირველ ყოვლისა ესეც არ არის სწორი სიტყვა, თუნდაც ალბათ ეს სწორი სიტყვა ტრამპის ამერიკა რას ვუწუნებთ ამ ტრამპის ამერიკას საბოლოო ჯამში მესმის არგუმენტთა ნაწილი, აი მაგალითად დავეთანხმე იმ მოსაზრებას, რომ პალესტინაში უფრო ფილიგრანულად იყო ჩასატარებელი სპეცოპერაცია. პერსონალურად მე გულახდილად ვიტყვი, დამზრახავენ ჩემი მემარცხენე მეგობრები, მე უფრო ისრაელის, ძლიერი ისრაელის მომხრე ვარ. პერსონალურად მე გავამხილე, მოდი ასე ვიტყვი. მე მიმაჩნია, რომ ახლო აღმოსავლეთში ძლიერი ისრაელი რომ არ არსებობდეს, ამ შემთხვევაში გაცილებით უარესად და გაცილებით მძიმედ იქნებოდა ამ რეგიონში საქმე. მე მიმაჩნია, რომ ისრაელის განადგურების მცდელობა ირანისა და არა მხოლოდ ირანისა არის დანაშაული არა მხოლოდ ებრაელი ხალხის, ისრაელელი ხალხის, ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგაც მიმართაც ჩაადენილი არა ჩასადენი რასაც აპირებდა და აპირებს ცალკეული არდემოკრატიული რეჟიმები ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ მე კვლავ ვადასტურებ იმას, რომ პალესტინაში უმჯობესი იყო ვაღიარებ უფრო ფილიგრანული ოპერაციების ჩატარება, აი ისეთების, როგორიც გამოუვიდა სწორედაც რომ მაგალითად ვენესუელაში ან გამოუვა შეერთებულ შტატებს მონდომების შემთხვევაში ირანში, როდესაც აიათოლების რეჟიმი და ახლა ვთქვათ, ნუ გამოეტირებით ბოროტების ერთ-ერთ ღერცს ირანს, დღევანდელ ირანს. მესმის რომ ქაოსი და სადგურდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც დასადგურდა ბევრგან, როცა ამერიკის შეერთებული შტატები სხვა პრეზიდენტების პერიოდში, ტრამპი არაფერ შუაში არ არის, შევიდა ერაყში ერთხელ, შევიდა ერაყში მეორეჯერ. რატო შევიდა ნავთობის გამო შევიდა, ხო? თუნგნება ვთქვათ, რომ ნავთობის გამო შევიდა, უბრალოდ ისინი მაშინდელი პრეზიდენტები, ასე მაგალითად ჯორჯ ბუში უფროსი მალავდა ამას, პრინციპში მალავდა. იქ ფორმალისტური საბაბი იყო ერაყის თავდასხმა კუვეითზე. და მერე დაიწყო ის ცოტა ხნიანი, სხვათა შორის არც თუ დიდხნიანი ოპერაცია ქარიჩხალი უდაბნოში ჯონ მალხას-ჩალიკაშვილი ვახსენოთ და თქვათ, რომ ძალიან მაგარი კაცი იყო. ნავთობის გამო შევიდა. მაგრამ ასე არ არის, რომ ნავთობს თავიდან ბოლომდე ერაყში აკონტროლებს ახლა შეერთებული შტატები. აირია ვითარება სახმელეთო ოპერაციების, როცა ახლავს ამგვარ შეტევებს, როცა მოსდევს ამგვარ შეტევებს, ვითარება როგორც წესი ირევა გაცილებით უარესი ჩაიდინა. ტრამპს დავესესხები, მე არ გავამივიდეს ეიჯისტურად. ასაგზე კი არ ვაბახვიდე ყოველდღიურად ტრამპის არ არის ეხლა ნაკლებისა. თუმცა გულახდილები ვიქნებით, თუმცა უფრო მოკოკილია. ბებერმა ჯომ გაცილებით უარესი ჩაიდინა, ანუ ბაიდენმა. როდესაც ავღანეთიდან წკაპდა მოხსდა ჯარი და იმერე უკვე რაც ხდება ავღანეთში იცით თქვენ, რამაც მოხდა ავღანეთში იცით თქვენ და რაც საბოლოო ჯამში იყო და არის საფუძველი, აი ესე უნდა ვთქვა ახლა, რუსეთის კიდევ დამატებითი გათავხედებისა იმ რუსეთისა, რომელმაც ისედაც შემოარღვია საერთაშორისო სამართალი. გამახსენდა, რუსეთმა საერთაშორისო სამართალი საკუთრივ მის ტერიტორიაზე განა არ ღვია ჩეჩნების გენოციდი. რა იყო განა? არ ქონდა ჩეჩნეთს გასვლის უფლება, ვინ თქვა, რომ არ ქონდა ჩეჩნეთს იჩქერიას გასვლის უფლება. და ის ხო არ გავიწყდებათ, რომ მიმდინარე უკაცრავად წინა საუკუნეში, მე-20 საუკუნეში ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების მე-19 საუკუნეში სხვათა შორის მოხდა მათი გენოციდი და 21 საუკუნე არ იყო დამდგარი ჩეჩნების კიდევ ერთი გენოციდი მოხდა. ოღონდ საერთაშორისო სამართალმა თუ დღის წესრიგმა თვალები დახუჭა, არ მომხდარა არაფერიო. ითქვა ასე. არ ითქვა? თუ 300,000 კაცი არ მოკვდა და თვალები არ დახუჭა ბებერმა ევროპამ, ბებერი ჯო, ბებერი ევროპა, ალბათ უფრო სწორი სიტყვა. მერკელის ევროპამ. არა, უფრო ადრინდელმაც გულახდილები თუ ვიქნებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვიტყვი. ასეთია დონალდ ტრამპი. ჩვენ ამ ტრამპს ვაკრიტიკებთ. შეგვიძლია კრიტიკა. არაფერი პრობლემა არ არის. საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ აქვს. ერთი ალთასარი ამ მთავრობიდან დაბნევლებიან საწყლები. და მეორე ბალთასარი, ხოლო მათ კარის მწერალ ფილოსოფოს, რაგვარია ის, შათირიშვილს, ახლა რომელიმე ერთი
გამოაცხობინებს რაღაც უზარმაზარ სტატუსს, აგერ დახავთ ეხლა გამოფხიზდეს, აცადეთ და გამოაცხობს უზარმაზარ სტატუსს, რომელშიც ტრამპს დაუწუნებს ეს აქცენტები სხვა შორის უკვე იკვეთება, აი გოგა ხაინდრავა მალხაზ გულაშვილთან ერთმა მეორესთან ილაპარაკა, რომ აი იცით რაშია საქმე, თურმეს ამერიკის შეერთებული შტატები ესეთი ექსპანსიონისტია, ენაცვალე და ასე შემდეგ და რაღაც სისულებს ბოდავენ. ეხლა ხაინდრავა იქით იყოს და ჩათირიშვილიც დაიწყებს მორიგ სისულელების ბოდვას. კითხვის რომ იცით რა არის, აი ტრამპი არის deep state და ოლიგარქები 10 ოლიგარქია 15 ოლიგარქია, ეხლა ეს ოლიგარქები გამოვლენ და რაღაც ტრამპს აიძულებენ რომ დაიპყროს კოლუმბია. თუ ორ სიტყვას ვიტყვი მეც არავინ არ არის არავის დაპყრობის მომხრება, თუ კოლუმბია არაადეკვატურია და ნარკო უზარმაზარი ბაზები და კარტელები არანაკლები ვიდრე ვენესუელაში. დაპყრობაზე არც არის ლაპარაკი, არც ვენესუელისა და არც კოლუმბიისა იქნება და არც კუბისა იქნება, გაგიკვირდებათ და მაგრამ იქ რო ერთი სპეცოპერაცია ჩაატაროს, რა პრობლემაა ჩვენში დარჩეს ტრამპის კრიტიკოსებს მეკითხები, თუ ასეთია ერთი სპეცოპერაციის ჩატარება რა გახდა კი რა პრობლემა იქნება და რატომ არ უნდა მივესალმოთ? იმიტომ რომ სოფლიოს წესრიგი შემორღვეულია რუსეთის მიერ და რაღაი რუსეთის მიერ შემორღვეულია და რუსეთს ადამიანური ენა არ ესმის არსად, ამიტომ დაიწყო რუსეთის მოგუდვა როგორც ასეთი, მოხრჩობა როგორც ასეთი, მარწუხების შემოჭერა როგორც ასეთი. ამ სერიალის, ეს ხო თავგადასავალია, ან სერიალია, ან საგაა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ამ სერიალის თავგადასავლის ბოლოს ვინ იქნება გამარჯვებული? ტრამპი წავა ამ 3 წელიწადში. მაგრამ რა მემკვიდრეობას დატოვებს? ამაზე ვილაპარაკოთ, თუ გნებავთ, თუ აღარ ვილაპარაკოთ. დატოვებს მემკვიდრეობას, როცა მადურო მინიმუმ, აი, ყველაფერს თავი დავანებოთ. თქვათ გადარჩა ალის რეჟიმი, რუსეთის გადარჩა, რაღაც ჩრდილოეთ კორეაც გადარჩა, ბიზინაც გადარჩა და იცის ორბანიც გადარჩა. მინიმუმ ერთი ბოროტებით ნაკლები არის სოფლიოში, მადურო აღარ არის. ფაქტია. ფაქტია. აი გამახსენეთ ბაიდენის დროს ერთი ბოროტებით ნაკლები, როცა დაასრულა საკუთარი 4 წლიანი საპრეზიდენტო მმართველობა, ბაიდენს კი არ ვაკრიტიკებთ, მაგრამ ბაიდენის დროს რა პრობლემა აღმოიფხვრა? ვენესუელისა, კოლუმბიისა, კუბისა, ირანისა, სომხეთ-აზერბაიჯანისა, სირიისა. პატიმრები, მეც არ მომეწონა, გულახდილად გეტყვით. ბელარუსის ლიდერს როგორ შეიძლება ელაპარაკო? ბაჭკა ლუკაშენკას. ტიპს, რომელიც თავიდან ფეხებამდე არის რუსულ ჭაობსა და ნეხვში ჩაძირული. გასაკვირველია. დაურეკა ტრამპმა და პოლიტპატიმრები განთავისუფლდნენ. ამიტომ მე არ ვამართლებ. ხაზგასმით ვამბობ, ერთი დიდი ტომოჰავკი მემეტება იმისთვის ლუკაშენკას რეზიდენციისათვის. მაგრამ სანამ ტომოჰავკს ესვრი, მანამდე პოლიტპატიმრები უნდა გაანთავისუფლებინო. მე არ ვამბობ, რომ ესვრის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ტრამპის ეს პოლიტიკა უფრო სწორია. ალბათ კი არა ნამდვილად. ასეთია ტრამპი. და მე ტრამპის მე რო ვიყო, აი პრაიმერიში როგორც კამალასთან კამალას თუ შეეჯიბრებოდა ტრამპი, რასაკვირველია, ხმას მივცევდი ტრამპს. მაგრამ პრაიმერისში, რესპუბლიკურ პრაიმერისში მე ნიკი ჰეილის დაუჭერდი მხარს. ან მაგალითად, თუ იქნება ამგვარი პრაიმერისი, ჯეიდი ვენსი, რუბიო და მე რო ვიყო ამერიკის მოქალაქე, რუბიოს დაუჭერდი მხარს. გულახდილად ლაპარაკობ ამაზე. მაგრამ როგორიც არის ტრამპი, ეს ექსტრაორდინალური კაცი. არის იმიტომ და პირველი საერთაშორისო სამართლის დამრღვევი არის სწორედაც რომ რუსეთი და ბოროტების ყველა ღერძი სოფლიოში. და მისი კრიტიკა, ტრამპის კრიტიკა ობიექტური განა არა. ერთგვარად ჩვენ გვიბიძგებს კი არა, გვამეორებინებს, ჩვენ ვიმეორებთ ერთგვარად ტრამპის კრიტიკას რუსული პრიზმიდან. გამოდის რომ როდესაც ვამახვილებთ ყურადღებას რაღაცაზე, ვიმეორებთ რუსი გოგა ხაინდრავას. ან სხვა რუსების, სათირიშვილის დაწერს მე კი არ გიგითხარით, სხვა რუსების არგუმენტებს ერთგვარად ვიმეორებთ. რა პრობლემაა საბოლოო ჯამში, დედამიწა მრგვალია შათირიშვილის აზრით და ჩვენი აზრითაც, მაგრამ სხვა რომელიმე ისეთი საკითხი არსებობს კი სოფლიოში, რომელშიც შათირიშვილს უნდა დავეთანხმოთ? რაღა მაინც და მაინც ტრამპი უნდა იყოს. ტრამპის საკითხზე უნდა ვთანხმდებოდეთ შათირიშვილთან. ამაზეც დავფიქრდეთ ხანდახან. თავი ტრამპს თავისი პრობლემები ეყოფა. გასაკვირველია. გავიმარჯვებთ ჩვენს ამასობაში.
და ყველანი ერთად ვიზეიმებთ რუსი ბიზინა ივანიშვილის დამარცხებას. ტრამპი მოგვეხმარება ან არ მოგვეხმარება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ნახვამდის.